გამარჯობათ მეგობრებო. მე ისევ ფლორენციაში გახლავართ და დღეს მაგაჩვენოთ ძალიან მაგარი ადგილი, სადაც უკვე მოვედი. როგორც ხედავთ, მაგრამ მინდა რომ აი ეს ყველაზე ლამაზი და გამორჩეული რაც აქვს, აქაურობას ეგ გადავიღო. ეხლა მე ვარ რა ქვია იტალიურად. შეიძლება მეშლება, მაგრამ როგორც გახსოვს, ამას ქვია Giardini di Boboli. ანუ ქართულად რო გადავთარგმნოთ, ეს არის ბობოლის ბაღები რა, ესე ქვია ქართულად. ხო და წავიდეთ, მოკლედ დავათვალიეროთ. პირველ რიგში ვაპარაკოთ. ეხლა კი სასარგებლო ინფორმაცია. შემოსვლა მოკლედ დღეს 10 евро. თუ არ ვცდები პატარებისთვის იყო 2 ევროდ, 2 евро ეწერა, როგორც გადავთარგმნე იტალიურიდან. ხო, სანამდე მუშაობს. მაგას აღწერაში ჩავწერ, არ მახსოვს. კიდე რა იყო, კიდე. მე მგონი რომ შემოხვალ, ანუ სანამ არ დახურავენ, შეუზღუდავი დროით ხარ და შეიძლება ისეირნო და მოიარო მოკლედ მთელი ბაღი. ხო, მეტი რა. და ლოკაციასაც აღწერაში ჩავაგდებ. თუ რამე კითხვები გექნებათ, დააკომენტარით. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო. ცოტა კი დავიღალე ახლა მე. თითქმის ყველა ადგილას ვიყავი ამ ბაღების. და მინდა გითხრათ, რომ ანუ ძალიან ბევრი ადგილია, ეს შეიძლება გიგონოს, რომ საერთოდ აი ამის მე რა უნდა იყოს, მაგრამ აი სურპრიზებით არის სავსე მოკლედ ეს ბაღი რა და ყველაფერს არ გაჩვენებთ მაინც, იმიტომ რომ რაღაცა ინტრიგა დავტოვოთ, რომ მოხვალთ თქვენც რომ ნახოთ რა და თან ეს ტელეფონით მაინც ვერ გაჩვენებთ იმ სილამაზეს, აი იმის მე-10-ს ვერ გაჩვენებთ, რაც რეალურად არის. ამიტომ აუცილებლად, როცა მოხვდებით ფლორენციაში, ეს ადგილი არ გამაზოთ და აუცილებლად დაათვალიერეთ რა. ჩემი რეკომენდაცია იქნება და მე თუ მოგეწონებათ, დააკომენტარეთ ეს ვიდეო ამ ვიდეოზე, რომ მართალი იყავიო და თუ არ მოგეწონებათ, იმაპატიეთ, ეგ ტყილა გადაყრილი 10 евро. მაგრამ არ გადაყრეთ ტყილა ნამდვილად რა. წავედი ახლა დავეშვა ქვევით. მოვალ შეხვედრამდე.